მადლობა ბიჭებო, დღეს განსხვავებულად ვარ. მარტივი მიზეზის გამო პიჯაკი და შარვალი დავკარგი. და მომიწია სად გაძვრა არ ვიცი. მოკლედ იმედი მაქვს შემდეგ გადაცემაში ვიპოვნი, გადაცემამდე და მანამდე მოკლედ თავარია დღეს რას შემოგთავაზებთ. გამარჯობა დიდი სიყვარულითა და ხალისით კვლავ თქვენთანა პატას და ნიკას შოუ და ეს იმას ნიშნავს რომ ხუთშაბათია საღამოს 10 საათი და ეს რუსთავი 2-ია. ჩვენ შოუს კი როგორც წესი მუსიკალურად აფორმებს და KB-სა და დროსტარების განწყობაზე გაღერებთ ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. ძალიან ველოდებით ჩვენი თეატრის გახსნას. ცოტას ნერვიულობთ კიდეც და იმედია არაფერი შეგვეშლება მონოლოგის კითხვისას. ეს ნერვიულობა ბუნებრივიცაა, ზე გიხსნება პაატაგულიაშვილის კომედიის თეატრი და საღამოს პრემიერა გვაქვს სათამაშო. დიახ, გუიდედა. წესი ძალიან სასაცილო გამოდის. იქაური, აქაურები. თებერვლის ბოლომდე ბილეთები სულ გაყიდულია და ყურადღებით იყავით, მალე დაიდება მარტის ბილეთებიც. რაოდენ სასიხარულოა არიცით ჩემო ძვირფასებო. ხოლო ვინც მოასწრო და ბილეთები უკვე შეიძინა გელოდებით 13 ასურელი მამის 95 ნომერში დიდ დიღომში პაატაგულიაშვილის კომედიის თეატრში სპექტაკლის პრემიერაზე იქაური დიახ და წარმოდგენები ყოველთვის დაიწყება საღამოს 8 საათზე. ახლა კი მივხედოთ ჩვენ შოუს. აუცილებლად მივხედოთ. ესე იგი ხშირად გვეუბნებიან ეგება პარასკევს გადაწიოთ გადაცემა. ხუთშაბათს რომ დალევა და кейფი არ მოგვინდესო და არ გამოვა ეგრე მეგობრებო. არ გამოვა. პარასკევს ეგ განწყობა ისედაც გაქვთ და ჩვენ წინასწარ გამზადებთ. кейფისა და ღვინის დალევის რა გითხრა ჩემო პაატა, მაგრამ მესამე დღეა წყალს სვა მიმდენს. მე შინია მარცხი რაფერი მომივიდეს. რატომ კაცო? რამე ეთყობა ჭამე მარილიანი. რა და სუბსარქისის ღამეს 2 თებერვალს მარილიანი კვერი უნდა ჭამო და სიზმარში წყალს ვინც მოგაწვდის ისა შენი საბედო. ხო გაგიგი ეგ შენ? ხოდა ერთი 8 ცალი მარილიანი კვერი მაჭამა ჩემმა ცოლმა. ერთი მე არ დაქსიზმები ვარ ნახავ შენ რაც მოგივა. მერე დაგესიზმ და შენი მეუღლე? მეუღლე არა სახანძრო მაქარა დამესიზმა. შლაგი დამზემდა და ქაფს მასხადე და მე ვხვეძებოდი წყალი გამოუშვით ხალხი არ ყავს. ხო ნახდათ სახანძრო იყო, შლაგი იყო, ხო ნამდვილად. გენაცვალე, ისე საინტერესოა ვინ დაგესიზმება, მაგრამ მარილიან კვეს რა მაჭმეს. არა. მოვიფიქრე. აი ხინკალი რო იყოს პილპილის გარეშე და სიზმარში ვინც პილპილს მოგიყრის ისე გაიგო ვინაა შენი საბედო. რაღაცა ქართულში უფრო ჯდება მე მგონი. გაჯერდი თუ ძმა ხარ რა. ყოველთვის ჩაიდი გააკრის ხოლმე ხინკალს პილპილს აღიკლეში როცა ვარდა. ეგრო დამესიზმოს რას მეუბნებ შენ? კი კაცო თან არ ახართ ეხლა ისე დასახში რო რაღაცა წაადიდი მხიარულება გამოიწიოს. არა ეგ კაი ამბავი. რა უცნაური წესია ჩემო ნიკა. და ვისაც უძილობა ჭირს, გაუთხოვარი დარჩება თუ რა ვიცი, როგორი არის ეს ხლა მაგის საქმე. ეგ უნდა ვკითხოთ სეირას რა. მაგათი მოგონილია სუბსარქისზე ეგეთი ამბები რა. მართლა სეირა? ვალებზე როგორ ხდება ეგ ხო არ იცი? რა უნდა ვჭამოთ მაგალითად რომ კრედიტ ოფიცერი არ დაგვესიზმოს, იცი? არაფერი მაგარ არ იცის რა. მე კიდე მგონია რომ სუბსარქისის ღამეს მიხოს და მარო სერიას უნდა უყურო. სიზმარში ხმა ჩაწეულზე და ვინც მოვა და ხმას აუწევს ისა შენი საბედო. დიახ, ამჟამად კვირას უნდა ვცადო. კომედია არხზე საღამოს 8 საათზე მაგარი სერიებია და ნახოთ, მაგრამ რო არა უწიოს ტელევიზორს არავინ, ხო დავიღუპე რა. დაურეკავ შენ მეუღლეს მე და ავაწევინებ არიდარდო შენ მაგაზე. კი ბატონო. შენ სიმეძე ვიქნები მაშინ. ახლა რა გამახსენდა იცი სუბსარქისზე და ჩვენ სეირაზე რა. აბა მაჩი. ერთი ფოტო უნდა განახო სეირა და რაშია საქმე შენ მაინც იქნება გითხრა.
ეს ინჩე სეირანა? ეს ინჩ? Hai tarakunem, Respublikis მასშტაბით. არმიასკო ვინო კახეთი ვაწერია. რა ხდება ბიჭო? და კონკრეტულად და გურჯანის მხარეს თუ გულისხმობენი იყოს, არ არის პრობლემა. გურჯანელებმა იდარდონ. კაი რა არ დაიღალეთ კაცო, კაი რა. გეუბნები მე შენ, ეს სეირანის ბიზნესია და ისე ქრა რომ ჩვენ შოუში მოხვედრილი ხო ეს ფოტო რა. უბაზო რეკლამა ჩალიჩობს რა. მე კი მგონია რომ მისი მოძმეები სამაგეროს გვიხდიან. სეირანი რომ ჩვენ მივითვისეთ. გესმის შოუში და აი ესე აკეთებენ ამ. ისე მე გავსინჯა და სხვათა შორის ეს ღვინო ძალიან უხდება ერევანსკი ხაჭაპურს. ეს ვარაძორსკი ხინკას და სტეპანაკერტის ჩურჩხელას. საოცრად მიდი. ოდა ძალიან კარგია. არაუშავ სეირან გინაცენ. ღვინო ბევრი გვაქვს. იყო შესახებზეც რა პრობლემაა? ერთი ბოთლი, ორი ბოთლი. კარგი, გადავიდეთ ახლა სხვა ამბავზეც. კი არა, როგორ გადავიდეთ? კაცო რა ხელა რაღაც უნდა გადავიდეთ. გადავიდეთ კი ბატონო. უნდა გაგახარო ჩემო პატა. მიდი? რა ვიცი, მე კი მიხარია და ალბათ შენ სარგეწყინება ქუთაისში რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება ჩემო. გამეხარდა რომელია? საფიჩხიაზე რომ ღვინოს დალევ და თეთრი ხიდიდან რომ გადავარდები, გაყვები რიონს ჭავჭავაძის ხიდამდე და რომ ამოხვალ, იბაირამე მერე მრავალფუნქციურ პარკში რა გენაღლება? მე რა ვქნა თელავში, ისევ ხაშლომა, ისევ მწვადი, ისევ ღვინო. და იცი მათმა არა, რას დავაკვირდი, იცი? როგორ იცი სამა ქუთაისს ხედავ შენ? აა ბიჭო, სხვათა შორის შენი დამსახურები და ისიც გავიგე რომ მაგ პარკში იქნება სპეციალური ზონა, სადაც წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალ ქარს შეიძლება ჩამოჯდეს და შეისწვეთოს. როგორი ზონა? თან სპეციალურად ძალიან მკვეთრი განათება დამონტაჟდება, რომ ყველამ დაინახოს ვისი დაიკო ვისთან ერთად სეირნობს. მრავალფუნქციური იქნება მართლაც ეს პარკი. კარგ ამინჩი ხალხი ისეირნებს სანაპიროსთან და წვიმიან ამინჩი რიონი რომ ადიდდება, იბანავებენ ჩემ ბატონო. კი ბატონო, ასევე იქნება სკვერი, ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ფეხბურთის სტადიონი და ჩასაცუცქის სივრცე. მაინც ქუთაისია და საჭიროა, გაიგე? კი ბატონო. ამ ამბით ძალიან გახარებულები არიან ხაშურში. სადღაც რაღაც რომ მკეთდება. ხაშურში ძალიან უხარიათ ხოლმე, გიჟდები. მრავალფუნქციურ პარკზე გამახსენდა და საქართველოში თმის პარიკების იმპორტი თურმე ბოლო 5 წელიწადში გასამაგებულა. მან ეკითხოს ვისაც არა აქტორე, მე არ მჭირდება პარიკი. პირდაპირ პროპორციულად სამჯერ შემცირდა მელოტი კაცების რაოდენობაც. ისე ჩვენ ამ სენს არ გვაქვს პარიკი და დავიჯერო ჩაინიკა და მალხაზკვრივიშვილი ყიდულობენ ამდენ პარიკს რატო? რასენ ჩისე მშვენიერი აზრია. სალონში თმის შეჭრა ისეთი ძვირია, ჯობია პარიკი იყიდო. უფრო იაფად გამოხვალ. ხო ვითო? გეუნებ. სხვათა შორის მეორადი პარიკები ჩემოდის, სტილიანი. სტილიანი პარიკები იაფად. ექიმის დაქონი პარიკი ყოფილა კარგი. სახლი, სამსახური, სახლი, მშვენიერი არაფერი, გაცეთა არა. სხვათა შორის ბანკები ყოფილან ამ ფაქტით აღშფოთებულები. პარიკების შემომტან კომპანიებს უჩივიან. ვეღარ ვცნობთ ჩვენ იპოთეკარებს. თქვენ ჩამოგაჭრით იმათ გადასახდელს და ნახავთ მერე. ახლა კი ჩემი საყვარელი თემა. აბარა, ფრენა. როგორ მიყვარს ფრენა, ყველა მიცით, ხო და თურმე ფრენისას კარგი ამბებიც ხდება. თბილისი დოჰას რეისზე პილოტმა შეყვარებულს ხელის თხოვა. ნახოთ ვიდეო. აი რას ნიშნავს, როცა ურთიერთობა ახალ სიმაღლეებს აღწევს. თურმე, მანამდე არ უთხოვია ხელი, სანამ მე 7-მდე არ ასულა.
გამაჟერია, რას ლაპარაკობს. რას ერთი ძალიან ჭკვიანური ადგილია ხელის სათხოვნელად. გასაქცევი არსად აღიმ გასდა. ხალხმა ტაში დაუკრა, ბედნიერებას გისურვეთ, მაგრამ გეყვეწები დროულად დაბრუნდი საჭესთან. ხოდა ტაშზე რამდენიმე ჩაძინებული მგზავრს გონებია დავჯექით უკეო და ამდღარად ჩათების ჩამოსაღებად. მოკლედ, ბეჭედი რომ გაუწოდა პილოტმა გოგოს იმან უიმე თავბრუ მეხვევაო. ხოდა მალე გამომართვი ესბეტი და შევიდე კაბინაში თავდაყირა მიფრინავ და იმითო. და ეს იყო პილოტის მიერ მიკროფონში გამოცხადებული ერთადერთი წინადადება, რომელიც გასაგებად იცმოდა და თან ყველამ გაიგო. კი ბატონო. საერთოდ როგორ აცხადებენ ხოლმე, ხო გაქვთ მოსმენილი. ბურთი ნომერი 795 თბილისი დოჰა მიფრინავს. თავის გარკვეული მიმართულებით ხელისუფლების ცერემონიამ ჩაერა. ძალიან გარკვეული დიდი მადლობა გზავრებს რომ გიყავით ჩვენი გზავრები. ხოთ დაიბიძგოთ თქვენი მარგი და ესე იგი მართალი ყოფილა, სიყვარული დაფრინავს ჩემო ჯუფასო, სიყვარული არ დადის. გავაგზავნოთ ქორწილის თემა და სასწაული ამბავი უნდა გითხრათ. ინდონეზიაში ქორწინებამდე სექსის გამო წყვილი საჯაროდ 100 როზგი დასაჯეს. და საწყლები ბიჭო. მაგის მერე ინდონეზიაში ისე არიან შეშინებულები, ქორწინებამდე კი არა, ქორწილის შემდეგაც აღარ გვქავთ გონი სექსი. ის საწყალი გოგოც იძახდა, რა ვიცოდი, 12 წამი რო გრძელდება, თუ არა, მას სულ არ ვისწამდი, ამისთვის მირთხავთო. მე მგონი რა ვიცი, სამაგეროდ კაცი ყოფილა გახარებული. რა იცოდნენ მაგათ? ერთ ღამეში სამჯერო ქონდა თორემ, ხო მოხვდებოდა 300 როზგიო, ასეთი მკაცრი წესებია გენაცვალე ინდონეზიაში. ქორწინებამდე კოცნაზე 50 როზგია, ქორწინებამდე კოცნის გაგზავნაზე 20 როზგი, ხოლო ქორწინებამდე მიყვარხარის თქმაზე 10 წკიპურტი. კიდე კაი ჩვენთან არის თორე დაბეგვილი ივლი და მთელი საქართველო. ხო და ჩვენთან უფრო იოლია. მიაწყლონ გოგო სადედამთილოები და სულ ეგ არის რა, აბა რა სამეგრელოს ბიჭელოდება მაინც 100 როზგის სასიდე დროს გად. იქ ხელშეწყობაც აქვს. ინდონეზიურ სექს-შოპში მათრახი არ იყიდება. სახელმწიფო ურიგებს უფას. და წვილი თუ ძალიან შეყვარებულია და უერთმანეთოდ არ შეუძლია ცხოვრება, ამ როზგებსაც სიამოვნებით იტანენ. ნუ მესმის. ეკარა თარყიან მიდით, არ დაგვინდოთ. გატყიპეთ გიჟებო. საოჯახო თემიდან ღალატის თემაზე გადავალ. სამსახურეობრივი რომანი ხო გაგიგიათ? ხო და აქ მოულოდნელობებიც ხდება თურმე. აბა? სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა ქალმა საწოლში თავისი უფროსი აღმოაჩინა. ვაი, იცი როგორი სიტუაცია, აი ვერ ხვდები პოლიციაში დარეკო თუ დაგვიანებისათვის ბოდიში მოიხადო, აი ვერ გაიგო. ეგრეა. ამ ხალს უკითხავს, აქ რა გინდა პატივცემულო და უფროსს უთქვამს, ამ თვეში ცოტა მეტი ხელფასის მოცემა მომივიდა და გასაქვიტად მოვედიო. ამიტომ რაც არ გეკუთვნის იმდენი რომ დაგიჯდება ანგარიშზე, მაშინვე უნდა განაცხადოთ, თორემ სად გადაგირიცხავენ? უკან გადაგარიცხინებენ კაცმა არ იცის. ეგრეა. აი რატომ არ უნდა წამოხვიდეს სამსახურიდან უფროსზე გვიან? თან საყვედურიც მიუღია ამ ქალს. უფროსმა უთხრა, სამსახურში კი თავის დროზე დადიხარ, მაგრამ საწოლში აგვიანებ ძა. ბოლო რა მოხდა კაცო? გაკვითეს ის ზედმეტიდან არიცხი თუ ვერ გავიგე რა არის? გაკვითეს რომელია პრემიაც აუღია შემდეგ ხელფასზე იმ ქალს. რები ხდება ხედავ. მე უარეს გეტყვით. ნახე, ახლა ამაზე უარეს ხო აი რა შეიძლება რა? ამაზონის თანამშრომლებმა სამსახურიდან გათავისუფლების წერილი მიიღეს და მე აღმოჩნდა რომ შემთხვევით გაეგზავნა. არ დაუსკდებოდა გულები კაცო. მგონი ხელმძღვანელმა შეამოწმა თანამშრომლების რეაქცია, ვინც მშვიდად მიიღო, იმას მალე ისევ მიუვა წერილი, რომელიც შემთხვევით გაგზავნილი აღარ იქნება. ამ ფაქტს თურმე გამოეხმაურა თემუ. აი ხომ ხედავთ მარტო ჩვენთან არ ხდება არასწორი გზავნილებიო. ანუ საბოლოოდ მარტო ერთმა თანამშრომელმა დაკარგა სამსახური. ვინც შემთხვევით დააგზავნა ეს წერილები, იმა. აი ეგ არის ეს ტექნოლოგიური განვითარების ცუდი შედეგები. ზოგადად კარგია, მაგრამ ისეთები ხდება, რაც ადრე არ მოხდებოდა.
დაგირეკავდა უფროსი შემოდიო, შეხვიდოდი, დაწერე განცხადება და წადიო და მოორჩა. შეცდომა იყო და მორიცხო. გეთახმები. ჩემი აზრით, რამენაირად ისე უნდა მოვახერხოთ, რომ ძველში რაც კარგი იყო, ისიც შევინარჩუნოთ და სიახლეებსაც არ ჩამოვრჩეთ. შენ თანამედროვე ტერმინოლოგიაში ერკვევი? მაგალითად აი რა ვიცი როგორ ჩვენი შვილები ლაპარაკობენ რაღაც ახლა ვერ ყვევი რა სიტყვები ვიცი მაგრამ რას ნიშნავს ყველაფერი კი არ ვიცი მაგრამ არ ვიმჩნევ აი პრინციპში ნახე ნიკოლოზ როგორ არის მაგ ლოგიკით გვაქვს მე და შენ ახალი სიმღერა გაკეთებული და აუცილებლად უნდა ვუმღეროთ ახლა ჩვენს მაყურებლებს კი ბატონო მე ასე მგონია რომ გამგები გაიგებს მართალია მუსიკა ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ტექსტი კი თანამედროვე ტენდენციებზე გთხოვთ მაესტრო სიტყვები მოაკ ამ ჩემ შვილს კრინჯი დელულუს ლეიტრენდები რა ვერ ხვდები მგონი უბერადები ინგლისურს რომ არ ვსწავლობდით ამისათვის ვიჯები ალბათ ერთ-ორ წელიწადში ტურისტი ვიქნები ცხოვრებას ბექი აუწყოთ თორემ დავიქრინჯები თორემ დავიქრინჯები თუ შენ ინსტაგრამს არ აქვს შედეგი ამ თაობისთვის არის რედ ფლეგი რამე ტრენდები გადამიღერა ამ თაობამ დამათრიგერა თანამედროვედ ვიცხოვრებთ ნუ გგონიათ ვერ შეძლებ ცოტა ფორმაში მოვიდეთ გვეგოს რასო ადღეგრძელეთ ათი ჭამას მოუგლებთ და სმასაც დავაქენსელეთ სმასაც დავაქენსელეთ ინგლისურს რომ არ ვსწავლობდით ამისათვის ვიჯებით ალბათ ერთ-ორ წელიწადში ტურისტი ვიქნები ცხოვრებას ბექი აუწყოთ თორემ დავიქრინჯები თორემ დავიქრინჯები მირეკავენ უკვე ალო დაწყვილების სააგენტო გისმენთ რამდენი წლის გზანდებით 70 წლის ქალს უნდა გათხოვება ქალბატონო ესე იგი თქვენ ალბათ არიცით თუ იცით ჩვენი მომსახურება ფასიანია და ხარისხით მიხედვით იზრდება ფასებიც ხო და რამდენის ფარგლებში ფიქრობთ თქვენ ბატონო რესლაბა 500,000 ურიცხავ დღესვე მიწამიყვანს რა შეიძლება ერთი წუთით დამელოდეთ ხალბატონო ერთი წუთით ხაზზე დარჩით ალო ლამარა დღეს ვიალაგე შენი ბარგი და შენი ბუდღა აღარ ნახო კაცის ახში ხო მოვიდეს კაცო ალო ალო თქვენ ვინ ხართ მე არა ბატონო თვითონ დარეკა ნუ იგირენ ერთი თუ კაცი ხარ შენ ცოლს მიხედე მან ცოლი არ არის აბა ვინ არის სიდედრი რა მინდოდა რა რატო დაგიჭე რა დაოჯახების ცენტრი კარგი რა ნიკა რა გეხვეწებოდი და გეუბნებდი გავხსნათ ისა თქო აი საშაური შეხედე
დღეში 8 ყაურმა მარტო ყაურმა კერა და შია ეთყობა შაურმა მარტო გიორგის უნდა გავალ იცინი რა მაგრამ აი შემეშენ არა და რა კლიენტი ყავს გვერდზე საშაურმეს ბიჭო შეხედე რა სამაგიეროდ შეხედე დააგვირდիր ჩვენ რას ვაკეთებთ ადამიანებს ვაბედნიერებთ შენ გინახავს შაურმით გაბედნიერებული ადამიანი კი შენ როგორ დაიწყავ ხოლმე 18-არიან შაურმა შენი სახე უნდა ნახო წინავ ბიჭო წინავ ბედნიერებისგან შენ ვერ ხედავ ახლა უბრალოდ მოიმე მაგარი რაღაცა მოვიფიქრე რა დაშორების სააგენტოც ხوار გავაკეთე გადაინე ოჯახები გინდა რომ დავანგრიოთ ხო მომისმინე ზამიგო შენ ბოლომდე რას ვამბობ ჯერ და მე მითხარი ნაჩხუბარი ცოლქმარი იხდის ფულს დავაშორებთ და მე ერთმანეთი რომ მოინატრებათ შევარიგებ ისე ვახდებდებ თახას შერიგებაში და დავაკორწინებთ ახლიდან ხედავ რა მაგარია შო არ არის ცუდი აზრი ხო იცი შენ მაგრამ რო არ მოენატროთ ერთმანეთი მე რა შევით აი ნახე შენ მაგალითად ხო გაგდებს ხოლმე შენი ცოლის სახლიდან და ხო გენატრებ არა პრინციპში სანამ მომენატრება მანამდე იმას ვენატრები და მაბრუნებს ხოლმე უკან აი ეგ არის მთელი ამბავი კაი მაშინ არ გვინდა დაშორების სააგენტო ისევე დაოჯახებას მივაწვეთ და აქცია მოვიფიქრე სხვათა შორის მაგარი აბა გისმენ გავაკეთოთ განცხადება მაგალითად თუ ცოლის მოყვანაში ქეშად გადაიხდით თანხას ცოლის და მოყვება უფასო თქვენი მე მომისვეს იდეების გენერატორი აი ეს შეიძლება ნახე თუ შემოიტან დღესვე საფასურის 80%-ს სოლს მოყვება სიდედრის ენის შესანახი კონტეინერი კაია კი ბატონო და ქმარს საჩუქრად გადავცეთ ყურსასმენებით ტელეფონში რომ ერთდება ისე ყურსასმენები ხო და რაში უნდა დაჭირდეს აი ვერ ჩავწვდი სოლის პრეტენზიებს რო არ მოусმინე ეს მიგიდე გაიგე ჩართა გზავრელებს და მიდი უბერი აღგესტა ხო მაგრამ არ არის ეფექტური დამიჯერი არ არის ეფექტური რატო უნდა დაგიჯერო ვითომ ჩემზე მეტი გამოცდილება გაგშენაკლა ამ საქმეში თუ რას მეუნები რას ლაპარაკობს მაქვს რომელია აი მაგალითად ბექემს მე გავურიგე ვიქტორია ხოდა ვიქტორია მამსიკდეს არ დაგივიწყებო და ჩამიდო ისა კი არ ჩამიდო და ხო პრინციპში ჩამიდო ბეჭედი ხელში ბრილიანტს კაი ახლა რატო იტყუები მითხარი ძმა ხარ აი ხო ვიტყუებ არ იყოს ბრილიანტი იყოს ცირკონის ბეჭედი მომცა ვიქტორია ბექემმა მაგ საქმეში გამოცდილება ბიჭო მე მაგ თუ მაგ კაიგე რამდენი წელი ამ საქმეში ვარ ვინ არ დამიწყვილა კარგი მაგრამ ბიონსეს და ჯეიზის ნაირი უნამუსო წვილი მე არ შევხვედრიეს და დღემდე არა ბიჭო სააგენტოს მომსახურების ფული მოტანილი გაიგე გამარჯობა ისა რა ქვია რამინდა იცი გითხრათ მაგრამ შენ საქმე ცოლის მოყვანამდე ნიშნობა მინდა და დამეხმარებით ასე იგი ჯერ რატოა გამოწყობილი ასე კითხე შევჭა მამკაც მე კი და რამის გადაიხდით თქვენ მეგობარ რა უნდა გადავიღადო წიე რასაა შენ რომ მელაპარაკები მე უყურია მაჟე მე სხვისი ცოლი კი არ მინდა წიმე ჩემ ცოლთან მინდა ნიშნობა აბა გამახსენდა ეს ჩვენი ძველი კლიენტია მიგო აღარ გახსოვს ჩვენ გავაცალით კაი გოგო და მე თქვენ უკვე გაიხდით სოლქვარი მგონი ხარ და ახლა მოყვედი ნიშნობა კი, ნამდვილად კი გაგვაცანით ხო ერთმანეთი. არა, ახლაც კი ვართ ჩვენ ერთად გამიგე. მაგრამ ნიშნობა არ უნდა. აბა, გადამიყვანა კაცი ჭკვეიდან. რა გოგოა მოგეთ არ ვიცი რა. რას არ ვაკეთებ კაცო? ყველაფერს ფიქრობ რომ კომფორტში და ლამაზად მყავდეს. მაგრამ არ უნდა მაინც. ამ სამოსში ფიქრობთ ასე. ხო და არ უნდა ხო? რას გეტყვი თქვენ იცით? ან ფული დამიბრუნეთ ახლა მეგამიგე? ან გოგო გამომიცანე. მოიცა კაცო, ეგრე სად არის ხარ დამინდა. დაგიბრუნოთ არა ის კიდე. და დიდო კალბატონის სად არის ერთი? იქნება გავესაუბროთ ჩვენც და დავარწმუნოთ ნიშნობის საჭიროებაში. აგერ არის? დაუძახო? მიდი ხო დაუძახე. ზია?
მორთია ზღაბი მორთი მოდი აგე გამარჯობათ რა გიდა ბიჭო რას მომიყვანე აქა რას მოგიყვანე იცი ამ პატიოსან ხალხს მოусვიდე გამიგე და გაიგებ რატომაც მოგიყვანე მე შენა ხო ამათ რა უნდა მითხრან არ მინდა ეს ნიშნობა ბიჭოს რას უწუნებთ ერთი ქალბატონო მშვენიერი ბიჭი შეგირჩევიათ გადამყარებია ნამეტანი რბილი ლოაკ ნუ ახლა ლუსკინი არა უშავს საბაგიროდ ღაქვს მაგარი როგორც ვატყობ თქვი ბიჭო აჰა ხოდა ერთ ასოზე ნუ გამოგევეკიდებით ეხლა კაცო მაიცამაიც ერთმანეთს რა უბედურებაა რა და თან ბიჭო როგორი კარგი წყვილი ხართ რა როგიგურებთ გული ბიჭო აი შევხედე თქვენ უნდა გამრავლდეთ და ერიც გამრავლოთ კი ბატონო არა კაცო განა უარზე ვარ ქორწილი მინდა ქორწილი იყოს კი ბატონო მაგრამ ეს ნიშნობა რა საჭიროა გამაგებინეთ რა ან რომელი საუკუნეა მართალია ეს ქალი თან როგორი კარგი კლიპი გადაგიღიათ საქორწილო ძალიან იაფად 200,000-ად რა ფული ეგარი ეგ ქორწილში ხომ უნდა იმღეროთ და რაღაც საჭიროა კაცო ეს ნიშნობა გამაგებინეთ არა რა ვიცი მე ვიფიქრე 100-ია საჭირო თქო რა ვიცი მე მომიწმინე საჭიროებებს და წესებს აკარევადგეთ ჩვენ მანახეთ ერთი რა კლიპი გაქვს და რა სიმღერა თუ გინდა თქვენ ქორწილში თამატარო ვიყო იმღერო აფასებთ მიდი აბა გთხოვ იმღეროთ ხო იმღავიეთ მოდი აქ ჩემთან შენ რო ჩავწერეთ ის ვიმღეროთ ახლა მოგლეთ ჩემო ძვირფასებო ახლა ჩვენს ეთერში სტუმრის დრო დადგა მაგრამ სანამ სტუმარს წარმოგიდგენდეთ მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ შაბათ კვირას არ გამოგჩერთ კომედი არხზე მიხოს და მაროს ახალი სერიები საღამოს საღამოს 8 საათზე თქვენ აბსოლუტურად სწორად ჩაწვდით საქმის არს მძახალო მოკლედ გელოდებით ეკრანებზე აუცილებლად შაბათ კვირას არ გამოტოვოთ 8 საათზე კომედი არხზე მიხო და მარო ახლა მინდა ადამიანი წარმოგიდგინოთ რომელიც ისევ და ისევ ამ სერიალიდან ძალიან შეიყვარა ჩვენმა ერთგულმა მაყურებელმა ეს რა ვიცი რეიტინგებზეც აღინიშნება და მადლობა ამისთვის და მე მინდა რაღაცნაირად ყოველგვარი ისეთი მსუყე შესავლის გარეშე სიახლეა და თან ამ თემაზეც ვისლაპარაკებ კი ბატონო მოდი პირდაპირ ესე ხوار გამოვაცხადოთ ნიკოლოს პატაგულიაშვილის კომედიის თეატრის მსახიობი რატი ტვირდიანი დიდი მადლობა ბიჭებო და ჩემო რატი ახლა რა პირველი რამე და ამ გადატვირთული რეჟიმის მერე მადლობა რომ მობრძანდი და რა ვითარებაშიც მობრძანდი იმისთვისაც დიდი მადლობა არა მოდი სანამ რატი დაიწყებს რა მინდა რომ თქვა რა ისე გადავკოცნეთ ერთმანეთი ხო იცი რომ ძალიან დიდი ხანია და რა გამიხარდა და არა და ღამის 2 საათამდე ერთად ვიყავით რემეთ ალურგებული ვარ ეხლა აი მე მინდა უბრალოდ მე ვიცი რომ ეს ვიდეო დაიდება აუცილებლად და ახალ სპექტაკლში მე ვთხოვე რომ ესე იგი თუ შეიძლება ულვაში დაიტოვე მეთქი რა და მეგონა რომ გაცილებით უფრო ესეთი სასაცილო პერსონაჟი გამოვიდოდა და მე მინდა ეხა ჩვენ ერთგულ ტელემაყურებელს ვთხოვო რომ აი დაწერეთ მე უთხარი რომ ეს ატარე ძმო გიხდება და უხდება თუ არა ულვაში ძალიან მაინტერესებს რამდენ ხმას მიიღებს რომელიც სიტყვის რომ უხდება და რომელიც სიტყვის რომ არ უხდება რას ლაპარო მე მაგალითად ვიცი რომ გალბატონებს მოეწონათ რატის ულაში უბანში ყავს უკვე 1-2 შემადგენლარი რატის ტელეფონს ხوار მოგწევ რაღაცა ისეთი კინოს გმირი გახადა ისეთი რეჟისორი კინოს ხრივ რო ვიყო აუცილებლად რაღაცა კარგ საინტერესო ასე ვთქვათ სახეში დაიხარეთ ფიქრობ რატი მოკლედ ჩვენ ასე ვთქვათ სტუმრის წარდგენამდე
როგორც წესი ვამბობთ ხოლმე სერიალის ამბავს, რომ შაბათ-კვირას 8 საათზე კომედიზე უნდა გვიყურონ და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი ახალი თეატრის ამბავს, ჩემო ნიკოლოზ და რაღა დარჩა. არაფერი აღარ დარჩა. სულ რაღაც ხო და აი ვიხსნებით უკვე და მე მინდა რომ პატარა ესეთი ვთქვათ, რომ როგორი მართლა კოპწია თეატრი გამოვიდა, ამისთვის აუცილებლად უნდა მობრძანდეთ თეატრში, იმიტომ რომ საბედნიეროდ მთელი თებერვლის პარასკევის შაბათი კვირა გაყიდულია, მაგრამ 1 მარტიდან დავამატებთ რამდენიმე ხანში უკვე ბილეთების გაყიდვას და საღამოს 8 საათზე იწყება და ძალიან დარწმუნებული ვარ რომ მოეწონებათ ჩვენი პატარა ლამაზი კოპწია თეატრი და გვაქვს მუშაობა. რა სიტყვა მოგეთ პირველ რიგში მოგესალმებით და ასევე მინდა პირველ რიგში მადლობა გადაუხადო ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ჩემო პაატა, რომლებიც აი დიდი სიყვარულით ელოდებიან ყოველ შაბათ-კვირას კომედიი არხზე მიხოდა მაროს სერიას. აი მე მინდა გულწრფელი მადლობა მათ გადაუხადო ამ მხარდაჭერისთვის. აი რაც ახლა თქვენ ბრძანეთ, აი ჩემთვის ეს ახალი თეატრის შექმნა არის, აი სწორად გამიგეთ, ახალი სიცოცხლე არის რა, იმიტომ რომ მე როდესაც დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, უნიკალურმა ადამიანებმა და უნიკალურმა რეჟისორებმა ორი ჯგუფი აიყვანეს და ამ ორმა ჯგუფმა მათთან ერთად შექმნეს თეატრალური სარდაფი. ლეგენდარული თეატრალური სარდაფი და მე მინდა მათ მადლობა გადაუხადო ჩემს მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, მსახიობებს. მათთან მუშაობა იყო ჩემთვის ძალიან კარგი და საინტერესო რა და ამავე დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო რომ ის თეატრალური სარდაფი ჩვენი ხელით გავაკეთეთ. სულთა ჩვენი ხელით რა და ზოგი მალიარი იყო, ზოგი ღებავდით, ზოგი ასე და აი რაც ახლა შენი და ჩემი ნიკას თამადობით ეს ახალი თეატრი შეიქმნა. აი თუ გახსოვს ერთხელ ელიავას ბაზრობაზე ვიყავით, რაღაც უნდა შეგვეძინა თეატრისთვის გასალესი ხელსაწყოები და მაშინაც გითხარი რომ როდესაც სარდაფს ვაკეთებდით და ვაშენებდით, ხო? ელიავაზეც მივდიოდით ბაზრობებზე, ელექტროობა, კაბელები, ისა და აი გამახსენდა ის პერიოდი რა, ის დრო, რომ ჩვენი ხელით ვაშენებდით თეატრს და აი ამ ახალ თეატრში რაღაც აი ძალიან დიდი სიყვარულითა ვარ რა. ჩვენი ხელით გავაკეთეთ რამდენჯერ აქაც ჩვენი ხელით აქტიურად, ნუ ახლა გეხმარებოდა რა თქმა უნდა იქ პროფესიონალები მაგრამ ყველას აი თქვენი ასე ვთქვათ ჩვენი სახელითაც თითოეული თეატრის სახელით გინდა მათ მადლობა გადაუხადო ვინც ჩვენს თეატრს გვერდში უდგას რა და მადლობა პირადად შენ მადლობა ჩემს ნიკას პირადად რომ აი ამ თეატრის წევრი გავხდი რა დასაწყისშივე ამ თეატრის წევრი ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ აი დიდი სიხარულით ხო მართალი ხარ რაღაც ახალი იწყება საინტერესო იწყება რა არის მე მგონია რომ დღევანდელ დროს თეატრის გახსნა იმის გარდა რომ საკმარისად მეტ ფინანსებთან არის დაკავშირებული კი ბატონო იმის გარდა კიდე რაღაცა მგონია რომ მოვლენაა მე არ ვიცი ხლა რა გამო ამას მაყურებელი შეაფასებს და მე არ ვამბობ კონკრეტული სპექტაკლს როგორც მოვლენას ამბავს ვიძახი როგორც თეატრის შექმნისას და მილიონჯერ გვაქვს ნათქვამი მაგრამ როგორ შეიძლება ამის გარეშე ვთქვათ რომ მინიატურების თეატრი რამდენიმე წლის უკან თენგის ბატონ თენგის ჩანტლაძეს როცა ქონდა იმის შემდეგ ასეთი კომედიის თეატრი კონკრეტულად ასპეროს თეატრი არ ყოფილა და ჩვენთვისაც ძალიან სანერვიულო და ვღელავთ რომ როგორ და რა გამოგვივა მაგრამ კომედიაზე როცა ვლაპარაკობთ და ვაკეთებთ რაღაც პატარ-პატარა ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე და ისევ და ისევ რეიტინგებიდან გამომდინარე მაინც გონია რომ რაღაცა ნამეტანი არ ჩამოუყრით ყურებს პრემიერის შემდეგ. აი რა მინდა რომ აღვნიშნო. ეს ლაპარაკო. ესე იგი ჯერ პრემიერაც არ არის, გახსნილიც არ არის თეატრი და 27 თებერვლის ჩათვლით ყველა ბილეთი არის აბსოლუტურად გაყიდული. 28 უკვე. 28 უკვე. ხო, 28. იმხელა ინტერესი არის ხალხში ამ ჩვენი და თქვენი თეატრის და ჩვენი ეთო. მე მინდოდა და ჩვენი თეატრი მე მინდოდა მე თქვენი ორი ბილეთი ხوارა გქონდა კარგი აღარ კითხავ. კიდე რა ინტერესი ამომწრად ბევრი კითხვებია ხოლმე, იმიტომ გაგვიგზელდა ეხლა აუცილებლად გადავალთ იმ თავარ ამბავზე რისთვისაც ეხლა ეს გადაცემას უყურებთ რომ 45 კაცი ეტევა ჩემო ძირფასებო და
ნამეტნავად გვიჭირს ყველას ასე ვთქვათ დაპატიმრება. არავის გული არ დაგწევთ, იმიტომ რომ ნელა-ნელა ყველა მოახერხებთ ნახვას იმ ადამიანებს გულისხმობს ძალიან შინაურებს, ვისაც დაუშვათ უნდა მოვიწვიოთ აუცილებლად და არ იქნება სხვანაირად. ამიტომ გული ნუ დაგწევათ, იმიტომ რომ საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი რაღაცნაირად ვერ ვახერხებთ. ვერც კი ჩაეტევა სხვა, აი 46-ეს კამი ვერ ჩაეტევა. ჩემო რატი, მაინც შენ ისეთი ამბავი იყო, გავარდა შენი ნაძვის ხის ამბავი. რაღაც შემონახული რაღაცა შენ განსაკუთრებული და თან მაღალმთიანი რეგიონის შვილია წარმოშობით ჩვენი რატი და ბუნებასთან სხვა ურთიერთობა აქვს. რაღაცა ხეზეც ექნება კიდე აუცილებლად. ო, ხესთან დაკავშირებით ერთი ისტორია გამახსენდა. გამარჯობა შენ. მოკლედ სვანეთში არის ესეთი დღესასწაული ლამპრობას ეძახიან და ისტორიულად არის ესეთი ასე ვთქვათ გადმოცემა რომ ეს ლამპარი ოჯახიდან გამოქონდათ მხოლოდ მამაკაცებს. და ამით ითვლიდნენ თუ რამდენი მამაკაცი იყო სოფელში აი მეომარი რა, ну სრულწლოვანი ასაკის რა. ვენაცვალე ჩემს სვანეთს და სვანებს და რაჭას და რაჭველებს, ხო და ერთ დღეს დამპატიჟეს ლამპრობაზე. ლამპრობაზე დამპატიჟეს, მაგრამ მოხდა ესეთი რამე, რომ მივედით მაშინვე ლამპრობა არ დაიწყო. ხო. კარგი სუფრა არის რა, მოგეხსენებათ ახლა სვანური კუბდარი რო არ იყოს, არ შეიძლება და ციკანი დაკლული შემწვარი გოჭი თხოვის და მოკლედ ისე გაგძელდა ეს პატარა გითხრეს რომ მოდი ცოტა დავილოცოთ და მერე წავიდეთო რა. მოკლედ ეს ცოტა დალევა გადაიზარდა დიდ დალევაში. ხეზარ ხოშებული ხარ კარგი. კარგი მაგარი ასე ვთქვათ ნასვამი მდგომარეობაში ვარ რა და. აი რა ვიცი, ხო უხდება ულოშები ხალხო, აი გამდი. უხდება. გონია სხვა ადამიანი ლაპარაკი. ეს არის 96 წელი თუ არ ვსდები, ხო ეს წლებია ლამპრობაზე. ძველი დრო არის და მოკლედ ესე იგი იმხედად გაგძელდა ეს სუფრა რომ კარგი მაგარი მთვალი ვარ რა უკვე რა და ზაფხულში მომიწია გასტროლებზე წასვლა და საზღვარგარეთიდან ტანსაცმელი ვიყიდე კარგი პალტომაცია ისეთი ვარ ჩემ ტანზე რო არის ასე თქვა გეგონება რომ ჩემ ტანზე შეკერეს რა პირდაპირ და რა ვიცი ერთხელ მე პიჯაკი შემიკერეს არ ვიცი ჩემ ტანზე გააჩნია რომ კერავსაც მაგამ ბავშვი მაგრამ შეგიხდებოდა ხო და რო დადიოდი მიხაროდა რა ამ პალტოთი და წავედით მოკლედ რა წავედით ახლა ლამპრობაზე მივედით და ესე გავლაგდით ესე მამაკაცები და დაგვირიგეს პატარა ესეთი გძელი მორის ნაჭეხის ნაჭრები რა და გძელები ესეთი და მეუნებია რომ ესო უნდა გადაიკიდეო და ჩვენ რო ცეს ავანთებთო და ეს დაიჭირეო რა მოკეთ ეს ლამპარი გამოვართი ხანაო აი ესე ბანცალით ავარ და დავიდევი მხარზე რა ეს ისე და უნდა დავიძრა უიცა კაცო არ წახვიდეო ჯერ არ აგვინთიაო რა დამოვიცდა უკვე რომ უნდა აანთო და მოკეთ აანთეს სადაც უნდა ავიტანოთ ეს ლამპარი მთის წვერზე მივდივარ თან უკვე დავიღალებ თვალი ვარ ორი ფეხი წირო გადადის ერთი უკან რჩება რა და შუა გზაში ვარ და მაშინ სამფეხა იყო ხო შუა გზაში და მცემს დამწვრის სუნი ყვირი ვარ კაცო ამ დელუებზე მთაში დამწვრის სუნია ხალხო ვინმე ხوارი წვებით და ვიღაცა პატარა ბიჭი ახალგაზრდა ბიჭი მომსდევს უკან რა ბიძია სხვაკერა შენი წვები შენიოდა თურმე ეს ლამპარი ხომაგა იმის დაკვერცხლები ედება ამ პატოს და ამდის ბოლი და ამ ბოლაბოლი მოტოციკლეტი რო დაქოქავს კარგად და უკან ბოლი რო გავარდება ისე მეც ვიდეო ჩემი დამწარი პალტო დაგჭა საყელო დავჭა მარტო საყელო არა პალტო ეს გზელი პალტო ხო გავუშტე კოჭებამდე პალტო რო იყო ხო გამოვიდა ჟილეტი ჟილეტად გადავაწყოთ ერთი ისტორია მინდა გავიხსენო სანამ რეპეტიციები დაგვეწყებოდა ბატონო ნიკა იმიტომ რომ იმის მერე აღარ გცალია ჩვენ რაც რეპეტიციები დაგვეწყო დასალევად და ასე ვთქვათ დასალევად კი საჭმლის სამისთვისაც აღარ გცალია მოკლედ დამპატიჟეს ერთ-ერთ სუფრაზე რა და ერთი ხნეში შესული კაცი არის თამადა ხო თამადა და ეხლა უნდა თუ ეს თამადა ჩემთან რატომღაც წარმოაჩინო რომ მაგარი თამადა არის ეპატიჟებიან ხან დასავლეთშია ხან აღმოსავლეთშია ნათლობებზე ხორცილებში დაბადების დღეებზე და მოკლედ აქებენ რა ამ კაცს რა და ესეთი ისტორია მომიყვა მე მეგობარმა რომ
აი ეს ადამიანიო, ხო, ვინც თამადარიო, ხო? აი განთქმული თამადარიო საქართველოში რა და მოგიყვები ერთ მის ისტორიას. მოკლედ რა ხდება? ნათლობაზე დაპატიჟეს რა ეს კაცი. თამადა, ხო და ამის თამადობა გავრცელებული არის მთელ საქართველოში რა. კარგი თამადა. კარგი თამადა არის და ეხლა უყურებენ ჯერ როგორ ამბობს სადღერძელოს რამდენს სვავს და მიუჩინეს ორი მამაკაცი რა, გეძო რომ არ გაუშვათ, აბა თუ გაუძლებსო თამადის ხანგრძლივობას ბოლომდე თუ გაძლევსო რა. თუ არ გავა საპირფარე. საპირფარეშოში არ გავიდეს და ამიტომ ორი კაცი ჩაუჯინეს ესე. ამ შუა სუფრაზე ბოდიში თქვენთან და ჩვენს ტელემაყურებელთან მოაწვა გაზები ამ კაცს, იმიტომ რომ ძალიან ასე ვთქვათ მჟავე და გაზიანი ღვინო იყო და აქნას ეხლა რითი გამოასწოროს ეს ორი კაცი არ უშვებს. უკვე მიხვდა ესეც რომ ესენი ჩამკეტები არიან. ფიქრობს ეხლა სადღეგრძელოს შუალედებში როგორ მოიქცეს, როგორ გააპაროს ეს თავის გაზები. არა და წუხდება. გაიბერა კაცი. მოიფიქრა ესეთი რამე რომ ძველი დრო არის რა იარაღები მაშინ ქონდა ზოგს ვიღაცას უჩუქებია იარაღი კარგი თამადობისთვის სხვათა შორის. ხო და უფიქრია რომ მოდიო ამოვიღებო ამ იარაღსო დავცლიო და მაშინ გავაპარებო რა რომ ასე თქვა თხმა არ გავიდეს აურში არ გაისმე იმიტომ რომ 500 კაცი ზის იმაზე სუფრაზე ამოიღო მოკლედ ამ კაცმა ეს იარაღი შეამზადა ორივე იარაღი შეამზადა და ფევითაც გამზადებულია ზევითაც გამზადებული არის და გამოკლა და არ გავარდა არ გავარდა ზედა თუ არა ქვედა გავარდა ქვედა გავარდა ვიხულა მოკლედ ამ გაზებმა დარბაში და მოკლედ ხალხმა ატეხა სიცილი კისკისი მოეჭრა თავი ხო იმიტომ რომ ეს ხალხი ხდება რომ უკვე გასცინის რა ესე უშვებია ეს იყო რომ გააპარაო ვითომ გაზებიო მოკლედ გავიდა რამოდენიმე წელი და ეს კაცი იმ რაიონში აღარ ჩადის რა შოვა არ ჩადის იმიტომ რომ ნუ ახლა შერცვა რა თავი აქ მოჭრია ხო რომ დაინახოს ვინმე ყველა იცნო სადა რაღაც აუცილებელი საქმე გამოუჩნდა და უნდა ჩავიდეს რამოდენიმე მეგობარს თხოვა რომ აუ შენ ჩადიო რა ჩემს მაგრამ თუ იმას ვერ ამბობს რატო ვერ ჩადის მაგრამ რაღაცა სხვა მიზეზებს ეუბნება მეგობრებს და იმ მეგობრებმა მე იქ მივდივარ მეარფი არც იძულებული გახდა რომ ჩავიდეს და რაღაც ქუჩაზე უნდა მივიდეს რომელიღაც ქუჩაზე მაგრამ სახელი იცის მაგრამ სად არის ეს ქუჩა არ იცის რა და ინახა პატარა ბავშვი ესე მოდის ვიძია ერთი წუთი მოდი ჩემთანო დაუძახა ამბავს მოვიდა ეს ბავშვი მოკნე შარვით რაღაც ვიძიო ერთი მითხარიო ესადა ეს ქუჩაო სად არისო და როგორ წავიდეო და მივიდე მაგ ქუჩაზეო ვიძიო ეს ქუჩაო აქედან რო გაუხვევ აი ხელმარჯვი შედიო და ეგრევე ეს ქუჩა იწყება აუ შეგაგახარა ღმერთაო გახარებულია რომ დიდ სარკითხა იმიტომ დიდს რო შეეკითხოს შეიძლება იცნოს ხო და გახარებულმა კითხა რამდენი წელს ახარო და თავზე ესე ხელი გადაუსვა რა გითხრაო ბიძიაო შემნათლობაზეო თამადამ ისეთი გაზი იხუილაო იმწიდანო ამდენი წლის ავარო რა გამოთვალეო რა 10 წლის აუ მაგარი ისტორიას მოგიყვები ერთ-ერთ რაიონში ვარ სუფრაზე კიდე დაპატიჟებული მეპატიჟებიან ახლა მეპატიჟებოდნენ ახლაც მეპატიჟებიან მაგრამ ახლა 8-ში ვარ კაი კაცთა სხვათა შორის დაპატიჟებული ლაგოდეხში რა ხშირად მოდი ერთი არ მახსოვს ეს გავიხსენეთ თუ არა რა ერთად რო ვიყავით ჩვენ სამთავე გახდით კაცი რო გვერდზე მეжда გვერდზე უზის ვიღაცა კაცი უზის რადის გვერდით რა და ასე წინ ჯდომს ელაპარაკებ ახლა რომ ასეო ბოლნისთანო ისეთი შეხება არა მაქვს მაგრამ ერთი ბოლნისელი კაცი გავიცანიო ამასი რომ უმაგრესი კაციო ასე იყო ისე იყო ყვება ისტორიას და მხარზე ხდება ხელი ამ ხრიდან გვერდით ვინც უზის მე ვარ ის კაცი უთხრა მე გამიცანიო ერთხელ ნახე ნო მოდი შეიძლება გააგზავნო კარგი სუფრაზე ვარ სხვათა შორის დაპატიჟებული ლაგოდეხში კარგი ოჯახი არის სპარტაკი გულიაშვილის ოჯახი მინდა მიულოცო მას დაბადების დღეს სამწუხაროდ ვერ ჩავდივარ იმიტომ რომ სპექტაკლები გვაქვს
მიულოცოთ. მოგწოთ, კაცო, თქვენ რატო ვერ მოდიხართ? მე მივდივარ. შენი მეტრო პირველ მოქმედებას ამთავრებ და გადიხარ და ნუ ორივე შია. კარგი, გადასარევი, ჩემო რატი, ამიდა იცი გითხრა, შენ როდესაც ეხლა თეატრალური სადაბის დრო ახსენე, მაშინ პატარა ბიჭი იქნებოდი. ეხლა ჩვენი კმილა ხარ. ჩემზე უფროსები ვძანდებით ორივე. აა მისტერიოს რო ყვები ასე იყო, ისე იყო. შენ თვითონ როგორ გძნობ თავს, როგორ ახარ ჯანებზე. თეატრში და სპექტაკლის რეპეტიციების დროს შენ არაფერი არ გეტყობა და თუ გინდა ნიკა, ერთი ჩვენ ტელემაყურებელს ხო არ შევთავაზოთ რამე შაირები ჩვენი შესაძლებლობების და ასაკის შესახებ. რას ვაკეთებ, ბაბა მე? კარგი, მოდი ვნახოთ. შენი წინასწარმობიდან ერთი წელი გავიდა, რომ გიყურებ ჩემო ძმაო, დაბერება არ გინდა, შესვლილი სულაც არ ახარ, ზუსტად ისე ვისახარ, თმები გადაინერაგე თუ თვითონ გამაისახა, მაგულვა შებით გიცანი, თუ რამდენი წლის ახარ. ასაკის და მალვისათვის მიგეკუთვნის პრემია, ხალხს არ ახსოვს კარგად თორემ შენი მიკავდა პრემია, არაბიძეს ამუყურებ და მეწლება იმედი, ბედნიერი ვიქნები თუ ამის ხნემდე მივედი, საუკუნის რომ შესვდეს უკოლია სულ მცირედი. გიყურებ და მეძღულ წრბელად მიხარია ძალიან, როგორც ვატყობ ძალიან კაც შენთვის არას ძალია, მუდამ ტელეეკრანზე ხარ შენ კვირიდან კვირავდე, ტელევიზორი შეიქმნა იმ წელს რომ დაიბადე, ორვას როგორ ინარჩუნებ, მითხარი თუ გიყვარდე. მეხალებში მაგარი ვარ, აბა თქვენთან რა ხდება, ერთ ღამეში შემიძლია ხუთ შენ მიმეთლახება, ზოგს რო იაგრა სჭირდება, ზის და თავს ვერანებებს, მე პირიქით ხალხს რო ხედავ, ვიღებ დამაწყნარებლებს, ერთხელ თუ კი ვინმე შევხვდი, მერე თავს ვერ მანები. აბამი მაქსაკმეზე რაღაცა უთქვა, ორი სიტყვით მეც მინდა, ჯერ მეც ასულას არა ვაპირებ, ძმებოდი სექსიდა, უდაწყებელი არა ვარ, მე ჩემ კალთა მუსრაზე, 100 წლის შემდეგ კი ჩემით ჩამოვაკიდება ლუსმაზე, რა სიმღერა აიტეხეთ, მამიყვანეთ ბუბამზე. დიდბრევიას გადმომცემდა თავის ხელით ნობელი, ქალბატონე მას შემარკვეს ნიკა დოუნდობელი, თავის ქებამი არ მიყვარს, მაგრამ არ მაღავს ბადალი, აქ საქმეში იგივე ვარ, რა ჩოგბურჩი ნადალი, ახლა ნახეთ თქვენ პრესაში, როა დღდება სკანდალი.